ბათუმში 50 მილიონი დოლარის ოდენობის ორი ახალი ინვესტიცია განხორციელდება. ახალ ბულვარში შეპესე მეტრო ატლას ჯორჯია და შეპესე AER მერიდიანსი 200 ნომრიანი სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობას იწყებს. მშენებლობების დასრულების შემდეგ კი სასტუმროების ოპერირებას მსოფლიო ბრენდები უზრუნველყოფენ. სასტუმროებში სამორინე, საკონფერენციო დარბაზები, სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები განთავსდება. ინვესტორები სასტუმრო კომპლექსების დასრულების შემდეგ იღებენ ვალდებულებას ჯამში 800 ადამიანი დაასაქმონ. დღეს კომპანიის წარმომადგენლებსა და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმენტი კომპანიების ხელშეწყობას ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ინვესტორებს მიწის ნაკვეთი არა სიმბოლურ ფასად, არამედ ჯამში დაახლოებით $3 მილიონ გადაეცათ. ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნული ტერიტორიის განვითარება, ვინაიდან ჩვენ პერიოდების განმავლობაში გვესმის, რომ ახალი ბულვარი არ ვითარდებოდა და შესაბამისად, ზუსტად ეს მიმართულება განავითარებს ახალ ბულვარს და ავტომატურად უნდა მოხდეს მისი განვითარება და არა ხელოვნურად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მე მინდა ჩვენს რეგიონს ესე ვთქვათ მიულოცო ეს ამ ორი დიდი პროექტის დაწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის. ჩვენი მიზანი ბათუმის ტურიზმის ცენტრად გადაქცევაა. ვფიქრობ, ახალი სასტუმრო აპარტამენტები და გასართობი ცენტრები რეგიონში ტურისტების მეტად მოზიდვას შეუწყობს ხელს. ჩვენი ვარაუდით პროექტის განხორციელება 2017 წელს დასრულდება. ჯამში მინიმუმ 50 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გაყიდულა არც ერთი ობიექტი $1 გაიყიდა ორივე ობიექტი ერთი შემთხვევაში $1.5 მილიონ, მეორე შემთხვევაში $2.1 მილიონი და ბიუჯეტში შემოგვივიდა ჩვენ დაახლოებით $3.600.000 ეკვივალენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში.